ინვესტორი ბიზნესმენი მანო გოგლიძე გირაოს ნაცვლად გათავისუფლეს ამ და სხვა თემებზე გიყვებით რამდენიმე წუთში. მაკა ბოჭორიშვილი ამბობს, რომ პერსონალური სანქციები უსამართლოა და უყურადღებოდ ვერ დატოვებენ ჩვენ გვაქვს კომუნიკაცია სხვადასხვა ქვეყანასა და უწყებასთან, რომ უსამართლო ნაბიჯები გამოსწორდეს, ამბობს ბოჭორიშვილი. მთავრობამ Eagle Hills-ისთვის მიწების გადაცემა დაიწყო თბილისთან ახლოს 6.300.000 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთები კომპანიას ამ ეტაპზე 2 წლით უზურპუქტის გადაუფორმდა. თბილისში ლეონიძის, ინგოროყვასა და სულხან-საბა ორბელიანის ქუჩებზე შენობების რეაბილიტაციისთვის 120 მილიონი ლარი დაიხარჯება, სამუშაოები 17 აპრილიდან დაიწყება. მოგესალმებით, ეს BMG რეგიონის წამყვანი ბიზნეს მედია სააგენტო საქმიან ამბებს BMG-ს გუნდთან ერთად ნინო ტაბეტაძე წარმოგიდგენთ. ბიზნესმენი ვანო გოგლიძე გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა, ამის შესახებ BMG-ს გოგლიძის ადვოკატმა კახა წერეთელმა განუცხადა, მისი თქმით აღკვეთის ღონისძიება 8 აპრილს შეიცვალა, გირაოს ოდენობამ კი 9 მილიონი ლარი შეადგინა. გირაოს უზრუნველყოფა უძრავი ქონებით მოხდება, თუმცა დანაშაულია არ უღიარებია და ახლა იწყება საქმის არსებითი განხილვა, ამბობს ადვოკატი. როგორც ცნობილია, კულას დამფუძნებელი ივანე გოგლიძე 20 თებერვალს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა დააკავა. გამოძიების ვერსიით, მისმა კომპანიამ ბატონომ გასულ წელს სახელმწიფო შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროების თანამშრომლების კვებისთვის თევზის კონსერვი მიაწოდა, რომელიც კრიტიკულად არ შეესაბამებოდა სურსათის უსაფრთხოების მოთხოვნებს და უვარგისი იყო მოხმარებისთვის. წერეთელის თქმით, გოგლიძის საქმეზე შემდეგი სასამართლოს ხდომა 28 აპრილს გაიმართება, რა დროსაც უკვე საქმის არსებითი განხილვა დაიწყება. ვაშინგტონში სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ღონისძიების ფარგლებში საქართველოს დელეგაცია შეხვედრებს მართავს, მათ შორის შეხვედრები გაიმართა სავალუტო ფონდის, მსოფლიო ბანკისა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის წარმომადგენლებთან. როგორც BMG-სთან ფინანსთა მინისტრმა განაცხადა, საგაზაფხულო შეხვედრების ფორმატს ასევე იყენებენ ინვესტორებთან შესახვედრად, მათ ლარის სახაზინო ობლიგაციების დიდი ემისიის გეგმებსაც აცნობენ. ლაშა ხუციშვილს ესაუბრა ჩვენი ჟურნალისტი ნუცა შუბაშვილი, რომელიც ვაშინგტონში მუშაობს. ნუცა, მოგესალმები. საინტერესო რა საკითხებზე გააკეთა ლაშა ხუციშვილმა, შენთან კომენტარები გაგვიზიარე. ნინო, მოგესალმებით კიდევ ერთხელ ვაშინგტონიდან. დიახ, გუშინ ჩვენ გქონდა შესაძლებლობა, რომ საქართველოს ფინანსთა მინისტრს ლაშა ხუციშვილს გავსაუბრებოდით. როგორც ცნობილია, ფინანსთა მინისტრი უკვე შეხვდა საგაზაფხულო შეხვედრების ფარგლებში ვაშინგტონში, როგორც სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორის მოადგილეს, ასევე უშუალოდ ახლო აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის უფროს ჯიჰად აზურს. ჩვენ პროექტში ბუნებრივია დავინტერესდით თუ რა ფორმატში გეგმავს საქართველოს მომავალში სავალუტო ფონდთან ურთიერთობის და პარტნიორობის გაგრძელებას. ლაშა ხუციშვილი ჩვენთან საუბარში კიდევ ერთხელ ამბობს, რომ ამ ეტაპზე დღის წესრიგში საქართველოს მთავრობა და ხელისუფლება არ აყენებს სავალუტო ფონდთან ახალი პროგრამის დაწყების საკითხს, რადგან ლაშა ხუციშვილი კვლავაც ამბობს, რომ ქვეყანას ამ ეტაპზე არ სჭირდება დამატებითი ფინანსური რესურსი და თუ კი ამის საჭიროება დადგება, მისი თქმით სავალუტო ფონდი მზად იქნება, რომ მიიღოს ეს წინადადება საქართველოსგან. რაც შეეხება საკითხს თუ რა თემებზე და საკითხებზე იქნება სამომავლოდ ურთიერთობა საქართველოსა და სავალუტო ფონდს შორის, ლაშა ხუციშვილი ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ ერთ-ერთი მთავარი რეფორმა და მიმართულება ეს იქნება სახელმწიფო საწარმოების რეფორმა. იგი ამბობს, რომ განახლებული პარამეტრები და მიმართულებები უკვე შეთანხმებულია ფონდთან და მისი შეფასებით და თქმით 100%-იანი თანხმოედრა არსებობს რეფორმასთან მიმართებაში ფონდსა და საქართველოს ხელისუფლებას შორის. საქართველოს ამ ეტაპზე არ საჭიროებს ფინანსურ დახმარებას, ანუ დამატებით ფინანსების მოძიებას უშუალოდ საერთაშორისო სავალუტო ფონდისგან. შესაბამისად, ამ ეტაპზე ჩვენ არ აგვაქვს პროგრამის დაწყებასთან მიმართებაში საუბარი. იმ შემთხვევაში თუ დადგება დღის წესრიგში დამატებითი ფულადი სახსრების მოძიების საჭიროება, მხოლოდ ამ შემთხვევაში შეიძლება იქნას განახლდეს საუბარი რეფორმასთან პროგრამასთან მიმართებაში. გარდა ამისა, ჩვენ გვაქვს ეს თქვა ტექნიკური დახმარების მისიები, რომლის მიხედვითაც ჩვენ შეგვიძლია შესაძლებლობა გვაქვს, რომ მივიღოთ ის ექსპერტიზა გარკვეული რეფორმებთან მიმართებაში, რომლის საჭიროებაც ქვეყანას გააჩნია. ამ შემთხვევაში ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება და მნიშვნელოვანი რეფორმა არის სახელმწიფო საწარმოების
წარმოების რეფორმა, სადაც ჩვენ უკვე მივიღეთ საბოლოო ანგარიში საერთაშორისო სავალუტო ფონდისგან, რომელიც ესე ვთქვათ შეცვლილია და საბოლოო სახით არის ჩვენი შენიშვნების და კომენტარების გათვალისწინებით, რომელიც უკვე ჩვენთვის ესე ვთქვათ სრულიად მისაღებია და ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ რეფორმის ნაწილში ჩვენ გვაქვს სრული 100%-იანი თანხმობა საერთაშორისო სავალუტო ფონდთან. ფინანსთა მინისტრმა და საქართველოს დელეგაციამ ვაშინგტონში ასევე გამართეს შეხვედრები აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკთან და როგორც ჩვენთან საუბარში ლაშა ხუთიშვილი ამბობს, ეს საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაცია საქართველოში მათ შორის განიხილავს ისეთი პროექტების საფინანსებას, როგორიცაა პირობითად ანაკლიის ხმატლოვანი პორტთან მისასვლელი საგზაო ინფრასტრუქტურა, ასევე ლაშა ხუთიშვილის თქმით საფინანსო ორგანიზაციას ინტერესი აქვს, რომ საქართველოს ენერგეტიკაში განახორციელოს ინვესტიციები, მათ შორის კერძო სექტორის მიმართულებით, ხარისა და მზის ნაწილშიც. აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკი ძალიან აქტიურად არის ჩართული საქართველოში პროექტების განხორციელების მიმართულებით. მათ გამოთქვეს ეს სურვილი და მზადყოფნა, რომ გააფართოვონ საინვესტიციო პორტფელი საქართველოში. ჩვენ საუბარი გქონდა იმ პრიორიტეტულ მიმართულებაზე, რაზეც ესე ვთქვათ ორივე მხარის მხრიდან არის ინტერესი გამოთქმული. ეს არის შუადერეფნის ინფრასტრუქტურა, როგორც საგზაო ინფრასტრუქტურა, ასევე სხვადასხვა ტიპის ინფრასტრუქტურა, ასევე რკინიგზის ინფრასტრუქტურა, ასევე საჰაერო ინფრასტრუქტურა და ასევე საზღვაო მიმართულებით არსებული ინფრასტრუქტურა, რომელიც მოიცავს როგორც გზებს, ასევე რკინიგზის დაკავშირებადობას სხვადასხვა საპორტო ინფრასტრუქტურასთან. მათ აქვთ ინტერესი, რომ დაფინანსება განახორციელონ კერძო სექტორთან ერთად ენერგეტიკაში. ეს არის ძირითადად ენერგეტიკული ობიექტები, როგორც ჰიდრო, ასევე მზის და ქარის ენერგია და ამ მიმართულებით მათ ინტერესი აქვთ, რომ მონაწილეობა მიიღონ დაფინანსებაში როგორც კერძო სექტორთან, ასევე სახელმწიფოს მიერ განხორციელებულ პროექტებში. კიდევ ერთი საკითხი, რადგან ჩვენთან საუბარში ლაშა ხუთიშვილმა ყურადღება გამახვილა, ეს არის ფინანსთა სამინისტროს მიერ დაგეგმილი შედარებით დიდი მოცულობის ლარის სახაზინო ობლიგაციების აუქციონი. ფინანსთა მინისტრი ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ წელს იგეგმება ფინანსთა სამინისტროს მხრიდან დიდი მოცულობით ფასიანი ქაღალდების გამოშვება და იგი ამბობს, რომ მათ შორის ვაშინგტონში გამართული საგაზაფხულო შეხვედრების ფარგლებში ისინი საერთაშორისო ინვესტორებს კიდევ ერთხელ წარუდგენენ შესაბამის წიანდადებას. ლაშა ხუთიშვილი ამბობს, რომ მათ შორის ევრობონდების რეფინანსირების მიმართულებამ აჩვენა, რომ საერთაშორისო ინვესტორების ინტერესი არსებობს საქართველოს მთავრობის ლარის ობლიგაციების მიმართულებითაც, რომელთა გამოშვება, როგორც თქვი, წელს ადგილობრივ ბაზარზე ლარში იგეგმება. ჩვენ ამ საგაზაფხულო შეხვედრასაც გამოვიყენეთ, ბუნებრივია იმისთვის, რომ ინვესტორებს გავაცნოთ ჩვენი საომავლო გეგმები, რომელიც მოიცავს ასევე, რომ ჩვენ გქონდეს უფრო დიდი აუქციონი ლარში, სადაც ვხედავთ, რომ ინტერესი არის საკმაოდ მაღალი, არა მხოლოდ ინტერესი, არამედ ყოველდღიურად, ყოველკვირეულად, როდესაც ხდება სახაზინო ობლიგაციების გამოშვება ადგილობრივ ბაზარზე, ჩვენ უკვე ვხედავთ საერთაშორისო კომპანიების მონაწილეობას ქართულ ფასიანი ქაღალდების ბაზარზე. რაც შეეხება დროს და მოცულობას, ეს არის ის, ესე ვთქვათ, ფაქტორები, რომელიც უნდა დადგინდეს უკვე როუდშოუების შემდეგ, ინტერესის და ესე ვთქვათ, საერთაშორისო კომპანიების ჩართულობის, ესე ვთქვათ, გაზომვის შემდეგ, ეს იქნება იმ მოცულობით და იმ ფარგლებში, რაზეც იქნება, ესე ვთქვათ, მოთხოვნა ქართულ ფასიან ქაღალდებზე. აქ გეტყვით, რომ ხვალ არის დაგეგმილი ახლო აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის რეგიონის ეკონომიკასთან დაკავშირებით IMF-ის განახლებული პროგნოზების წარდგენა, ბრიფინგს წარუძღვება შესაბამისი დეპარტამენტის უფროსი ჯიჰადაზური. ჩვენ გვექნება შესაძლებლობა, რომ მას კითხვები დავუსვათ საქართველოს მიმართებაში, ამიტომ ამ თემებზე და უფრო მეტ დეტალს უშუალოდ ამ ანგარიშთან დაკავშირებით ჩვენს მაყურებელს მომდევნო გამოშვებებში, უკვე მომდევნო დღეებში გავაცნობთ. მადლობა ნოცა, ვაშინგტონიდან ნოცა შუბიშვილი საუბრობდა. ორი კვირა გავიდა ავტომობილებზე აქციზის მკვეთრი ზრდის შემდეგ 1 აპრილიდან აქციზის განაკვეთი 0-დან 6 წლის ჩათვლით ასაკის ავტომობილებისათვის ძრავის მოცულობის 1 კუბურ სანტიმეტრზე ლარნახევრის ოდენობით განისაზღვრა, ხოლო 6 წელზე მეტი ასაკის ავტომობილებისათვის 1 კუბურ სანტიმეტრზე 4.5 ლარის ოდენობით. ეს იმას ნიშნავს, რომ ავტომობილები მკვეთრად გაძვირდა და ხელმისაწვდომობა შეიზღუდა. რა გამოიკვეთა რეგულაციის გამკაცრებიდან ორ კვირაში, რა მიმართულებით შეიცვალა მოთხოვნა და დარჩება თუ არა ავტობაზარი საქართველოს ეკონომიკის მნიშვნელოვან ნაწილად.
ირაკლი კუხიანიძე ავტოიმპორტიორი კომპანია Car Mark-ის დირექტორი გვერდდება პირდაპირ ეთერში. ირაკლი, მოგესალმებით. მადლობა რომ შემოგვიერთდით. საინტერესო არის რა გვაჩვენა ორმა კვირამ. მესმის რომ ძალიან რთულია ცელი შეფასება გავაკეთოთ უკვე რა ფორმას მიიღებს საბოლოოდ ბაზარი, თუმცა ტენდენციები ალბათ გამოიკვეთა უკვე რა ხდება თქვენთან. ცოტა დრო გავიდა, მაგრამ მაინც რაღაცეები უკვე ნელა ჩანს. ანუ ჩვენი ბიზნესი არის სამი მიმართულებაა გაყიდვების. ეს არის საცალო, ფიზიკური პირები თავის ყიდულობენ ავტომობილებს საკუთარი მოხმარებისთვის. მეორე არის დილერები, რომლებიც ავტომობილების რეალიზაციით არიან დამთავრებული, ჩამოყავთ, აღდგენენ და ყიდიან და მესამე არის მეორადი ავტონაწილები, ეგრეთებული დაშლილები. საერთო ჯამში კომპანია 65%-იანი ვარდნაა გაყიდვების ახლა მთლიანად, მაგრამ გარკვეულ სეგმენტებში არის გადანაწილებები. დილერების მიმართულება ფაქტიურად შეიძლება ითქვას, რომ გაჩერებულია 90%-იანი, 95%-იანი გაჩერება გვაქვს, ანუ დაბნეულები არიან დილერები, არ იციან რა ავტომობილებიდან წამოიყვანონ რეალიზაციისთვის. მეორად ნაწილების მიმართულება ძალიან გააქტიურებულია, რადგან აღმოაჩინეს მიმართულება როგორ უნდა იმუშაონ, ყიდულობენ ძველ ავტომობილებს, ჭრიან იქ ამერიკაში, ვეხმარებით ჩვენ მაგაში და როგორც ჯართი, როგორც ნაწილები, ისე შემოგვაქვს და განბოჯებაც იაფიუჟდებათ და შესაბამისად მანქანებზე მოთხოვნება რო აღარ არის მაგასაკის მანქანებზე, მანქანას იაფად ყიდულობენ და საერთო ჯამში მომგებიანია მათთვის და მაგ მიმართულებაზეც დაგვაქვს ეხა პირიქით ბოლო პერიოდთან შედარებით, ანუ ნაწილები მიმართულება კარგად მუშაობს. საცალოში წამოიწია ბოლო რამოდენიმე დღეა მუშაობა, აქაც გადანაწილება, ანუ ვიღაცას ქონდა თქვა ფული რომ უნდა ეყიდა 2017-იანი Mercedes-ი ან Toyota უნდა ეყიდა. ეხლა უკვე რომ არ მოსდის 220-იანი Toyota ან Mercedes-ი, ცდილობს რომ იყიდოს სხვა ბრენდის ავტომობილი. მაგალითად, ბოლო პერიოდში გააქტიურდა ამერიკული ელექტროავტომობილების ყიდვები. როგორც Chevrolet-ი არის, Cadillac-ი არის, ესეთი ელექტროავტომობილები ვიყიდეთ და ასევე რაც ძალიან გასაკვირი არის, ძველი ავტომობილების გაყიდვების წამოგვივიდა, ანუ 96 წლის, 95 წლის ავტომობილები, რადგან განბოჯება ამ ავტომობილების იაფია, ვისაც უნდა ეყიდა 2015-იანი, 2017-იანი იგივე რაღაც Wrangler-ი ან რაღაც სხვა ავტომობილი, ცდილობს ძველი იყიდოს ეხლა და ძველი ავტომობილი წამოიყვანოს იმ განბოჯების ხარჯზე, რომ იაფი დაუჯდეს. ეს ეკოლოგიაზე ის მისთვის რიცხვი ეს რეგულაცია კეთდება და თავარ ვერ შეასრულებს ალბათ და გეგმილ თქვათ მიზნებს. თქვენ ახსენეთ რომ ფაქტობრივად დილერები დაბნეულები არიან და არის გაჩერებული. ეს რა თქმა უნდა აისახება რეექსპორტზეც. ამ მიმართულებით რა ხდება? რეექსპორტის ნაწილიც შეჩერდა თუ მუშაობს თუ როგორ არის, როგორ უნდა აიწყოს ახლა ეს სქემა, რომ წაუგებლად იყოს შემოყვანილი თუნდაც 6 წელზე უფრო მეტი ასაკის ავტომობილი. რეექსპორტზე ჯერ ვერ ვნახავთ ამ კლებას, რადგან ბევრი ავტომობილია ნაყიდი. და ციფრებით ახლა საქსტას რო შევხედოთ, ახლა ჯერ გამოჩნდება, რომ რეექსპორტი მუშაობს, იმიტომ რომ ჯერ კანონის მიღებამდე ბევრი ავტომობილი იყო ნაყიდი, მერე კანონი რო დაანონსდა, რომ იქნებოდა გაყიდვები გაიზარდა და ბევრი ავტომობილი იყიდეს, ასე რომ ახლა ამ ეტაპზე რეექსპორტი არის. მაგრამ ეს ალბათ აგვისტოს ბოლოს უკვე სექტემბერში ეს ავტომობილები გამოიყიდება, აღარ იქნება და იმერე გამოჩნდება დეფიციტი. ამ პერიოდში ან დილერები უნდა მიხვდნენ რა ავტომობილები უნდა ჩამოიყვანონ და რომელი ავტომობილები გავა რეექსპორტზე, ან საერთოდ უნდა გაჩერდნენ. მე ვფიქრობ, რომ ძალიან ბევრი გაჩერდება, იმიტომ რომ რეალურად აი იმ სეგმენტში რა ავტომობილებს მათ მოყავდათ, ჯერ ვერ მიაგნო ვერავინ ავტომობილებს. რამდენად შეიძლება შენარჩუნდეს აი მაღალფასიან ავტომობილებზე რეექსპორტზე გაყვანის კუთხით შესყიდვები, იმიტომ რომ მიმღზიდველი არის, როდესაც იაფად ყიდულობ რაღაც ავტომობილს, ეს მუშაობდა ეს სქემა ამ დრომდე კარგად. რამდენად შეიძლება შენარჩუნდეს მოთხოვნა უფრო მაღალ საფასო სეგმენტზე, რისკენაც გვიბიძგა ფაქტობრივად ამ რეგულაციამ. მე ვფიქრობ, რომ მაღალფასიან სეგმენტზე რეექსპორტი ვერ იმუშავებს ვერანაირად, იმიტომ რომ მაღალფასიანი და ძვირიანი მანქანები მათაც ყავთ იქ, ანუ აქ როგორც თქვენ აღნიშნეთ, თავარი ინტერესი იყო, რომ იაფიანი ავტომობილები ეყიდათ ის, რომელიც მათ ქვეყანაში გადიოდა და საშუალო დონის ავტომობილები გადიოდა. ასე რომ მაღალი ფასიანი ავტომობილები ვერ გავა რეექსპორტზე ვერც ვარიანტი. შეიძლება გავიდეს რაღაც ნაწილი, მაგრამ დიდი რაოდენობით ის ვერ შეავსებს იმას, რაც ადრე იყო. ირაკლი, როგორ წარმოგიდგენიათ ამ ბაზარმა რა ფორმა შეიძლება მიიღოს საბოლოო ჯამში, იმიტომ რომ ეს არ არის მცირე ზომის ბაზარი, საკმაოდ დიდი წვლილი ეჭირა მას იგივე ვაჭრობის მონაცემებში ბაზარი კარგად იყო
აწყობილი, ასე ვთქვათ, იგივე მეორადი ნაწილების ბაზრის კუთხითაც კარგად მუშაობდა, ეს იყო მთელი სქემა, ხომ, ჩამოდის, ასე ვთქვათ, ეგრეთ წოდებული დაამტრეული ავტომობილი, რომელიც აქ კეთდება, გადის ექსპორტზე, ანუ მთელი ჯაჭვი მუშაობს. როგორ შეიძლება რომ ეს გადაცემა მოხდეს ეკონომიკის ამ სეგმენტებში, როგორ წარმოგიდგენიათ? ჩემი აზრით, ახლა ეს ბაზარი, იგივე ხელოსნები, ნაწილები შენარჩუნდება იგივე ვთქვათ, უცხო ქვეყნის მოქალაქეების ხარჯზე, იგივე ყაზახებზე, ყირგიზებზე, რომლებიც ავტომობილებს ყიდულობდნენ, საქართველოში ჩამოყავდათ თვითონვე, აქ უკეთებდნენ მას აღდგენას და მერე მიყავდათ თავიანთ ქვეყანაში. ეს სეგმენტი კვლავ დარჩება, შეიძლება პირიქით რომ გააქტიურდეს, იმიტომ რომ რაღაც ნაწილ ავტომობილებს ესენი ჩვენი დილერებისგან ყიდულობდნენ, ახლა თუ ჩვენი დილერები გავიდნენ თამაშიდან და ის რაოდენობა ამქანების აღარ იქნება, ავტომატურად მათ მოუწევთ მეტი ამქანების წამოყვანა თვითონ. რა თქმა უნდა, შემცირება იქნება, მაგრამ აი ეს სეგმენტი დარჩება. ხელოსნებიც ნაწილობრივ იმუშავებენ და ნაწილებიც იმუშავებს. რაც შეიძლება ნაწილებს, ზოგადად ნაწილების მიმართულებას, დაშლილების მიმართულებამ უკვე ნახა თავისი ნიშა, ბიზნესი ყოველთვის რაღაცა ცდილობს ადაპტირება გაიაროს და აქამდე თუ არ უღირდათ იმ დაშლილი მანქანების თლად წამოყვანა და ძვირი უჯდებოდათ, თქო რაღაც ნაწილი იკარგებოდა ან უჩნდებოდა, ეხლა იმდენად იაფი უჯდებათ, ეს დაჭრა და ჩამოყვანა და თქო ერთ კონტეინერი თუ უჯდებოდათ $3500 და იმ კონტეინერში იდებოდა 4 მანქანა, ეხლა უკვე 8 მანქანა იდება და უჯდებათ $5000 და საერთო ჯამში უფრო მოგებიანი გამოდის და განბაჟების კუთხითაც 1 ლარი უჯდებათ 1 კილო. ანუ ერთი მანქანის განბაჟება 1200 ლარი უჯდებათ, ასე ვთქვა და ეგ მიმართულებაც შენარჩუნდება როგორც შენარჩუნდება. აი დილერები, აი როგორც ფიზიკური პირები რაღაცას ნიშას პოულობენ და თქო ცვლიან მოდელს და რაღაც გადადის, სავარაუდოდ დილერებიც იპოვიან, მაგრამ ისე მასიურად როგორც იყო, ჯერჯერობით ასე ვერ იქნება. დრო დაჭერდა. ვიდრე არ გამდიდრდებით. ვერ იქნება. მინდა აი ძალიან საინტერესო შეფასებაც მოვისმინოთ, როგორც ჩანს ბაზარი გადალაგდა იმ ქვეყნებში შუა აზიას გულისხმობს, სადაც რომელიც არის ჩვენი ერთ-ერთი მთავარი, ასე ვთქვათ, საექსპორტო ქვეყანა. მინდა მოვისმინოთ ჩემი სტუმრის შეფასება და შემდეგ თქვენც გთხოვთ ამაზე კომენტარს. ყაზახური და შუა აზიის ბაზარი ძალიან იცვლება, ჩინური წარმოებლები ძალიან ფეხს იკიდებენ და თვითონ ამ ბაზარზე ძალიან შედიან და რაც სერიოზული რისკი არის ძალიან დიდი ინდუსტრიის, რომელიც ჩვენგან ექსპორტის ძალიან დიდი წილია და ახლობით 13%. ასე რომ ამაზე უკვე ხელისუფლებას და მეწარმეებს აქვს საფიქრალი და მე ხშირად მოვუწოდებ და ვამბობ რომ მე არ აღმოჩნდეს რომ აბა სად ვიყავით და გვეძინა. აი ბატონო ვიძახით რომ ეს ძალიან დიდი რისკის შემცველია და ყურადღება მისაქცევი. რამდენად არის ეს რეალური პრობლემა და რა შეგვიძლია გავაკეთოთ ამ მიმართულებით, რომ ეს ბაზარი, შუაზიური ბაზარი არ დავკარგოთ? ამ ფასებით, ეხლა არის განმეორება გამორიცხულია, რომ ფიზიკურმა პირებმა, დილერებმა გარის კონდა წამოიყვანონ დიდი რაოდენობის მანქანები. ისე გეუბნებით, რომ თუ რაღაცა ნიშა ვერ იპოვეს, რა ავტომობილები იმუშავებს, შუა აზიაზე რა მოთხოვნილებები იქნება, სხვანაირად გამორიცხული არის. ეხლა თქვათ ელექტროავტომობილებზე იძახიან, ელექტროავტომობილები და ჩინური ავტომობილები არ აინტერესებთ ყაზახებს, იმიტომ რომ იქ თვითონ ახლოს არიან ჩინეთთან, ჰორგოსში არის ნეიტრალური ზონა, სადაც უამრავი მანქანაყენს სტოკები აყენია ჩინური ავტომობილების. ანუ ჩინური ელექტროავტომობილები თურმე ვერ მოვახერხებ ჩვენ ჩანაცვლებას, თვითონ მიხედა როგორც რუსეთი, ასევე რუსეთსაც პირდაპირ იქიდან მიყავს და ბევრ ქვეყნებს. ჩვენგან თუ წაიყვანენ ამერიკიდან ჩამოყვანილ ავტომობილებს. სხვა მაგათ არ აინტერესებს ჩვენი ავტომობილები არნაირად. ანუ შანსი არის რომ ეს ბაზარი მნიშვნელოვან წილად დავკარგოთ იმ რეგულაციით, რომელიც გვაქვს. ბოლოს მაინც მინდა რომ გკითხოთ, რამდენიმე რეგულაცია დაანონსდა, მიიღეს დადგენილება, თუმცა საბოლოო ჯამში არ შევიდა ეს რეგულაციები ძალაში, მათ შორის პლასტიკთან დაკავშირებით ერთად მიმდინარეობდა როგორც ავტომობილების ნაწილში, ასევე პლასტიკის ნაწილში. თქვენ რატომ როგორ ფიქრობთ, რატომ ვერ მოხერხდა რომ ხმა მიგეწვდინათ ხელისუფლებისთვის უფრო მეტი ლობი ყოფილიყო, რომ რაღაცნაირად ესეთი ტკივნეული გადაწყვეტილება არ ყოფილიყო მიღებული, იმიტომ რომ იყო რამდენიმე შეთავაზება, რაც შესაძლებელი იყო რომ ყოფილიყო გამკაცრებული, თუმცა არა ასეთი, ვთქვათ, საყოველთაო ბაზრის ჩამხშობი. ჩვენი ავტოიმპორტერთა ფედერაციის ხელმძღვანელი ბატონი ალექსი ნონიაძე აქტიურად იყო ჩართული, უშუალოდ ფედერაციის დანიშნულებაც ეგ არის, რომ ეს უნდა იყოს რეგულატორი, ვთქვათ, კანონმდებლებს და ბიზნესს შორის. ჩვენ ბიზნესმენები პირდაპირ ვერ მივიდოთ, ახლა ვერ ვეტყოდით. თხოვნა იყო რომ შევხედროდით და გაგვეულო, მაგრამ ვერ მოხერხდა ეს შეხვედრა.
ერთ-ერთ სხდომაზე განხილვა მიდიოდა, მისულებიც ვიყავით ჩვენ რამოდენიმე კომპანიის ხელმძღვანელი, გვინდოდა შეხვედრა, მაგრამ არ შეხვდნენ და არ წამოვიდნენ მოლაპარაკებაზე. რაც შეეხება, არ ვიცი, ჩემ კონკურენტებს არ ვიცი, ანუ აქციაც მოაწყეს, მე არა ვარ აქციების მომხრე და მე არ მიმიღია ამ აქციაში მონაწილეობა. მე უფრო მოლაპარაკებების მომხრე ვარ და იმ აქციაზეც როცა დაანონსდა არ მივიდა ხალხი ფაქტობრივად. არ ვიცი, რატო არ მივიდნენ. რეალურად საერთოდ არ ეგონათ რომ კანონს მიიღებდნენ და ეგონათ რომ რაღაცა შეიცვლებოდა, მაგრამ ესეც იმ კაცრად თუ იქნებოდა არავის არ წარმოედგინა. ეხლა თუ აპირებთ რა ტიპის კომუნიკაციის გაგრძელებას? სლოვები თუ გაქვთ? ეხლა ბატონი ალექსი ცდილობს ანუ ალტერნატიული შეთავაზება გაუგზავნოს და იქნებ განიხილონ, იმიტომ რომ რეალურად თვითონ ნახავენ რაღაც პერიოდში, ეხლა ჯერ ხო გეუბნით არ ჩანს. აი 6 თვეში, 1 წელიწადში მივხვდებით, რომ ის დილერები, ანუ რეალურად დილერებზე ვიძახი, ყველაზე დიდი ნაწილია 75% იყო ეს დილერები, ფაქტობრივად გაჩერებულები არიან და ეს ძალიან დიდი რაოდენობა ოჯახებს ინახავდნენ ამით. ბევრი სახელმწიფო სტრუქტურის თანამშრომელი, რომელსაც ჰქონდა აქვს დაბალი შემოსავალი, დამატებითი შემოსავალი რო ქონდეს, რაღაცა 2 კაპიკი რო დარჩეს ოჯახისთვის, ჩამოყავდა მანქანა და ყიდდა. ეგენიც ესე დაშინ არ უბრალოდ დილერებზეა საუბარი. უამრავი ხალხი იყო დასაქმებული ამით. საკმაოდ მტკივნეული იქნება საბოლოო ჯამში თავარაუდოთ ეს რეგულაცია. ძალიან დიდი მადლობა ირაკლი თქვენი სტუმრობისთვის, შეფასებებისთვის. ირაკლი კუხიანიძე, ავტოიმპორტიორი კომპანია Card Mark-ის დირექტორი იყო ჩვენი სტუმარი. საქმის კურსი დასრულებულია 17 საათსა და 40 წუთზე ბრუნდებით პირდაპირ ეთერში დროებით. ჩემ მეგობრებო